შეხვდეთ ისეთ ცნობილ უფლებადამცველებს, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილ. Таких ярых противников. Скажите, пожалуйста, кто из западных премьеров? Параллелები გაავლოთ, როგორი მდგომარეობა. Юлия არის მე-13 მუხლი, როდესაც არ მოხდა მის წინა. О вашем правосудии знаю больше, чем ნოტარების საქმეები. არის მიმართები დაგენიშნა პროცესი. ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველანაირი საშუალებით შეიძლება მკვლელობების ჩათვლითაც კი, ჯერჯერობით ხოლო სხეულის დაზიანება რეალობაში, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. აი ამ უკიდურესი ფორმებითაც კი გადაერჩინოს თავისი თავი, გადაარჩინოს თავისი სკამები. ამის მაგალითი იყო გუშინ კარალეთში მომხდარი მასობრივი თავდასხმა, შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე ის, რომ უსუსური მცდელობები ხელისუფლების, რო თქვა, კალაძემ თავისი ზონდერ ბრიგადები ჩაიყვანა, რასაც ამას ავრცელებენ, სულ ოდნავი დაფიქრება ჭირდება ადამიანს, რომ აი ეს აბსურდული ვერსია უკუაგდოს. ჩვენ ძირითადად შევეცადეთ გავუკეთებინა პარალელები რომ მსგავსება რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და საქართველოში. აი ეს შედარებითი ანალიზი, თუმცა თქვენ უსმენთ, რომ ხშირ შემთხვევაში, რასაც ჩვენი უფლებადამცველები, ყოფილი დისიდენტები და ძალიან ცნობილი უფლებადამცველები ყვებიან, ხშირ შემთხვევაში საქართველოში გაცილებით უფრო მძიმე სიტუაცია, ვიდრე რუსეთში. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ცნობილია მთელ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, როგორც არადემოკრატიული ქვეყანა. ჩემი კითხვა სწორედ ამაში იყო, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ სუმცირე, აი ესეთ სერიოზულ მსგავსებას სასამართლოებში, ციხეებში, პატიმართა მოპყრობაში და ასე შემდეგ, პოლიტპატიმრებში და ასე შემდეგ, რამ განაპირობა ეს, ესე ვთქვათ, დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტები და მიდგომა, როდესაც რუსეთზე არის საუბარი, რომ იქ არ არის демократия. მე სწორედ ამას ვეკითხებოდი რუს უფლებადამცველებს. Саакашвили умеет хорошо разговаривать с руководителями западных стран и объединений этих стран, тех или иных объединений этих стран. В отличие от Путина, который ведет себя так, как вели себя на протяжении многих лет сотрудники спецслужб. Все кругом враги. И в итоге Советский Союз был изолирован, был Варшавский блок против блока НАТО. В международном плане Саакашвили ведет себя правильно. Вопрос другой. Мы ведь обсуждаем внутренние проблемы Грузии. Поэтому в мире сложилось устойчивое мнение о том, что Грузия действительно демократическая страна. И Саакашвили ведет себя правильно и в другом, с точки зрения его, конечно, не с точки зрения грузинского населения и народа, а с точки зрения самого Саакашвили.